ულამაზესი ნაძვისხე თბილისის ცენტრალურ უბანში მცირე მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა და უამრავი გასართობი პროგრამა თუ თამაში პატარებისთვის ეს ყველაფერი 31 დეკემბრის ჩათვლით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში დაგხვდებათ აუცილებლად. იდეის ავტორი დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატია, რომელიც გამუდმებით ზრუნავს არა მხოლოდ მის მობინადრეებზე, არამედ დედაქალაქის მოსახლეობაზეც, რა თქმა უნდა. დეტალებს ვნახავთ ელენე მირიანაშვილის სიუჟეტში ახლა. დედაქალაქში საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. თბილისის ქუჩები საზეიმოდ არის მორთული ფერადი ნათურებითა და ილუმინაციებით. საკუთარი მაცხოვრებლებისთვის სადღესასწაულო პერიოდის კიდევ უფრო გასალამაზებლად დეველოპერულმა კომპანია თეთრმა კვადრატმაც იზრუნა და წითელ ბაღში საახალწლო სოფელი მოაწყო. თეთრი კვადრატის ორგანიზებით გაიხსნა ვასო გოძიაშვილის პარკში საახალწლო სოფელი. სოფელი ფუნქციონებს 31 დეკემბრის ჩათვლით და ჩვენი კომპანიის მიზანი არის, რომ შევქმნათ ამაღლებული განწყობა ჩვენს დედაქალაქში. სოფელი უმასპინძლებს ყველა ადამიანს, არა მარტო ჩვენ მაცხოვრებლებს, არამედ მთელს თბილისს. აქ მათ დახვდებათ ბევრი სიურპრიზი, საახალწლო გარემო, ლამაზი მორთულობები, რაც თავარია. ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გვინდა რომ მეწარმეებს მიცემთ საშუალება, რომ გამოიტანონ თავიანთი პროდუქცია და ის გახადონ ხელმისაწვდომი უფრო ფართო აუდიტორიისთვის. საახალწლო სოფელში საზეიმო დაინთო ნაძვისხე. აქ მოსულ პატარა სტუმრებს ისეთ საახალწლო აქტივობებში ჩართვა შეეძლებათ, როგორებიცაა სხვადასხვა თამაშები, ზღაპრების კითხვა, აგრეთვე საინტერესო ვორქშოპები. გარდა ამისა, 2 კვირის განმავლობაში ადგილზე წარმოდგენილი იქნება სამეწარმეო მარკეტები და მრავალფეროვანი კვების ობიექტები. 31 დეკემბრის ჩათვლით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ მათთვის თეთრი კვადრატის ინიციატივით სპეციალური სივრცეები უსასყიდლოდ გამოიყო. მე მაქვს წარმოდგენილი ჩემი კაფის პროდუქცია. თეთრმა კვადრატმა მოგცა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენნაირი სტარტაპები და მცირე ბიზნესებისთვის ესეთი საახალწლო სოფლები მოეწყოს და ხალხმა უფრო გაგვიცნოს და ჩვენი კერძების და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს. მე ვარ კეთილდევის დამფუძნებელი, მაქვს საბავშვო სათამაშოები, ასასყობი კონსტრუქტორები, ხის ნატურალური ნაწარმი, ასევე ტყავი, ორგანული მინა. თეთრი კვადრატის ეს ამოწყება ძალიან კარგი, იმიტომ რომ საახალწლო დღესდღეობით ძალიან ბევრი მეწარმეა. ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა რაღაც ალტერნატიული სივრცე, სადაც არის ხალხმრავლობა. მოვედით, ადგილს გავეცანით, ხალხიც რაღაცა უფრო განსხვავებულს ნახულობს ადგილობრივ მაცხოვრებლებით. ვცდილობთ, რომ საახალწლო განწყობა შევქმნათ. საახალწლო სოფლის საზეიმო გახსნა მუსიკალურად გააფორმა ნოდარიკო ხუციშვილმა თავის ბენდთან ერთად. ეს სივრცე 31 დეკემბრის ჩათვლით დედაქალაქში საერთო თავშეყრის ადგილად იქცევა, სადაც ადამიანები ერთმანეთისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.